მოკლედ ლეო მესის სტუმრობას ინდოეთში პირდაპირ გაგებით საგიჟეთი და აპოკალიფსი მოყვა და რატო და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი ამ კადრებში უცნაური არაფერია ლეო მესი უბრალოდ ჩავიდა ინდოეთში თავისივე ძეგლის გასახსნელად მაგრამ იქამდე ესტუმრა სტადიონს სადაც ფანები იყვნენ შეკრებილები და ელოდებოდნენ ლეო მესის სტანდარტულად ჩვეულებრივად გაიარა რამდენიმე მეტრი იქ ხელი დაუქნია გულშემატკივრებს თავისთავად იმიტომ რომ 10,000-ობით გულშემატკივარია შეკრებილი მის ანახავად სტადიონზე თუ სტადიონს გარეთ და იქ რამდენიმე ფანს მოუწერა ხელი ვისაც ესე შეხვდა სიარულის დროს და რაზე გაბრაზდნენ ინდოელი ფანები როგორ გაბედა და ლეო მესიმ არ ჩამოუარა სათითაოდ ყველა 10,000-ობით ადამიანს და ესე ყველას ხელი რატო არ ჩამოართვა, რატო არ მოუწერა ხელი, რატო არ გადაიღო ფოტო, რატო არ მოიკითხა მათი ნათესავები და ასე შემდეგ. და რა მოაწყეს ახლა სტადიონზე, ამას გაჩვენებთ. პარალიზებულია, ამოატრიალეს ტრიბუნები დაწყებული, სტადიონით გაგრძელებული ყველაფერი აბსოლუტურად. დალეწეს ყველაფერი რაც ხილში მოხდა, სკამებით დაწყებული, ბარიერებით გაგრძელებული, დაგლიჯეს მოედნის საფარი. და რის გამო ეს ყველაფერი? ანუ მიზეზი გამოთქვეს ეს და ეს დაიწერა ყოველ შემთხვევაში საზოგადოდ მათ სოციალურ ქსელებში, რომ ამდენი ფული გადავიხადეთ მესის სანახავად და მან მხოლოდ ჩორნა აგვიქნია ხელი და ვერ ვნახეთ ნორმალურად და რაღაც ეგეთი სისულელები. ანუ რა მოლოდინები ქონდა თქვენ ცალტვინიანებო თქვენ ანუ ესეთ ხალხს საერთოდ არც უნდა ჩააგდო მაგის ღირსად ესეთი გამოლენჩებული საზოგადოება რომ ლეო მესისნაირი ფიგურა შენ წინ დადიოდეს. ანუ იმის ილუზია ქონდა ტიპებს რომ 10,000-ობით ან 100,000-ობით ადამიანი, ნუ 10,000-ობით ვიძახი ვინც მოედანზე იყო უშუალოდ ტრიბუნებს, თორე 100,000-ობით და ასე შემდეგ ნამდვილად იყო გარეთ. რომ ამდენ ადამიანთან ერთი კაცი ჩამოივლიდა და ეს ფოტოებს გადაიღებდა და ნათესავებს მოუკითხავდა ყველას. ნოს ქვევით არის ამ ხალხის არ ვიცი აზროვნება ტვინი როგორ შეიძლება უწოდო აქვს თუ არა საერთოდ საკითხავია. საგიჟეთი უბრალოდ.